დაგვასპონსორეთ მეგობრებო. არ ვართ ცუდი ხალხი. შეგახსენებთ რომ ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის მხარდამჭერი არის კასლენდი. გამოიწეროთ უნდა ჩვენი YouTube არხი, მოგვიწონოთ Facebook page-ზე, გააზიაროთ, დააკომენტაროთ, თამაშის პირობებს ასევე გავაზიარებთ ჩვენს page-ზეც, YouTube-ზეც და აუცილებლად გეტყვით დეტალურად როგორ უნდა მოიქცეთ, რათა მოიგოთ და სხვადასხვა სერვისების გამოყენება აი ამ სასტუმროში. ძალიან კომპლექსში. ვინ არის საქართველოს პატრიარქი? ილია მეორე ღმერთო დამიფარე. Возле индустрия. მოგესალმებით მეგობრებო. დადგა ჩვენი შემდეგი ეპიზოდის დროც. მივესალმოთ მაკამ მაყურებელს. მოგესალმებით ყველას. იმედია კარგად ხართ და ელოდებით ჩვენ შემდეგ ვიდეოს. ხო, ძალიან დიდი იმედი მაქვს. შეგახსენებთ რომ ეს არის Hospitality Talk, ჩვენი პოდკასტი, რომელიც ეძღვნება ტურიზმის სფეროს. და როგორც წინა ეპიზოდში ვინც გვიყურეთ, რა თქმა უნდა, ალბათ გახსოვთ რომ გითხარით, ვეცდებით რომ გაგაცნოთ შიდა კულისები და შიდა სამზარეულო ტურიზმის შესახებ. და დღეს ვიმყოფებით კასლენდში. ამ ეპიზოდის სპონსორი იქნება კასლენდი და შემოგთავაზებთ დეტალურად მოგახსენებთ რა სერვისები შეგიძლიათ ისარგებლოთ კასლენდში, განთავსებაზე და ასე შემდეგ. გარდა ამისა, გვეყოლება ორი სტუმარი, რომლებსაც გაგაცნობთ მოგვიანებით. ხო, ახლავე. ცოტა მოგვიანებით მოდი. მეც დავამატებ რომ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ კასლენდს იმისთვის რომ დაგვასპონსორა. და სადღაც იქნება ანაკ იქნება ანაკ იქნება ლოგო და ნახავთ. მოკლედ იმდენი სერვისი აქვს კასლენდს მეგობრებო, რომ ჩვენ ამას მე პირადად ჩემ თავზე პასუხისგებლობას ვიღებ, რომ ამისი დამახსოვრება გამორიცხულია. სალომეს გონებრივი შესაძლებლობები უკეთესი არის ჩემზე და ალბათ მას შეუძლია, მაგრამ მე ნამდვილად არ შემიძლია. კასლენდი არის ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც გვერდში დაგვიდგა და მხარდაჭერა გამოგვიცხადა ჩვენ ახალდამწყებ იუთუბერებს, ასე ვთქვათ. და ვეცდებით დეტალურად შემოგთავაზოთ და მოგაწოდოთ ინფორმაცია მათი სერვისების შესახებ, თუ რისი გამოყენება შეგიძლიათ ამ ულამაზეს ადგილას, რომელიც თბილისთან ახლოს არის, შეგიძლიათ დარჩეთ კიდევაც, მოილხინოთ კიდევაც, ისარგებლოთ რესტორნებით, ჯაკუზით, ასე შემდეგ, მოკლედ რამე რა გამომრჩეს. ბოდიში გაგაწყვეტინებ, მაკა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, რაც მინდა აღვნიშნო, არის ის, რომ ეს ადამიანები და ზოგადად მენეჯმენტი ძალიან უწყობს შიდა ტურიზმის განვითარებას ხელს, მარტო ჩვენ არ გვიჭერენ მხარს, არამედ არის სპეციალური ფასები ქართველებისთვის, რომელიც განსხვავებულია უცხოელი ვიზიტორებისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია ეს მათი ინიციატივა, რომ რაღაცნაირად საქართველოშიც მოვახერხოთ და მოვახდინოთ პოპულარიზაცია იმ უნიკალური ადგილების, რომლებიც გვაქვს და ერთ-ერთი არის ნამდვილად კასლენდი. არა იმიტომ, რომ ჩვენი მხარდამჭერია, არამედ მართლა ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და აი მთელი დღე შეგვიძლია სრულად დავტვირთოთ იმ აქტივობებით, რომლებიც აქ არის თავმოყრილი და ვფიქრობ, რომ ქართველებისთვისაც ძალიან საინტერესო უნდა იყოს აქ მოსვლა
დასვენება, განტვირთვა და გართობაც. კი ბატონო, ნამდვილად ვეთანხმები სალომეს. რეალურად ძალიან საინტერესო ადგილი არის. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს კიდევ უფრო მეტად განვითარების, თუმცა ამ ეტაპზეც ძალიან ბევრ სერვისს თავაზობს იგივე სასტუმრო, იგივე ბრილიანტის ხიდი, იგივე თავისი ატრაქციები და აქტივობები, რომელითაც შეიძლება დავტვირთოთ, ასე ვთქვათ, სრული დღე, იქიდან კარტინგით დაწყებული დასრულებული ველოსიპედით, რომელიც ძალიან ექსტრემალური და საინტერესოა. არ ვიცი, ჩვენ ამდენად გავბედავთ, მე პირადად არა. ნახოთ, იქნება მაკა, იქნება ის ადამიანი, რომელიც გაბედავს და აი ამ ბეწვის ხიდზე. ბეწვის ხიდზე გადავა ამ დიდებული ველოსიპედით. კასლენდი მდებარეობს თბილისთან ახლოს, დაახლოებით 90 კილომეტრის დაშორებით. ეს ადგილი იდეალურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს ბრძანება და აქტიური დასვენება. კომპლექსი შედგება უამრავი კომპონენტისგან, როგორიცაა სასტუმრო, კოტეჯები, ბრილიანტის ხიდი, რესტორანი, ჩანჩქერი და ატრაქციების პარკი, რომელიც დამსვენებელს თავაზობს უამრავ აქტივობას. მათ შორის კი არის კარტინგი, რომელიც ევროპაში ყველაზე გრძელია და ჩვენ სტუმრებს დაუვიწყარ გამოცდილებას პირდება. აქ ვიზიტორებს შეუძლიათ დადგნენ ულამაზესი ხედებით, რომელიც იშლება 240 მეტრის სიმაღლეზე ჩამოკიდებული ბრილიანტის ხიდიდან მთელს კანიონს. აქ თქვენ შეგიძლიათ გაისეირნოთ ბრილიანტის ხიდზე, მიირთვათ ყავა ან ჩაი კაფეში 360, ისარგებლოთ ატრაქციების პარკში არსებული უამრავი აქტივობით, ან გამოსადოთ ისეთი ექსტრემალური აქტივობები, როგორიც არის საქანელა და ველოსიპედი, რომელიც საოცარი გამოცდილებაა, განსაკუთრებით კი ექსტრემის მოყვარული ადამიანებისთვის. საქანელას ჩვენს ვესტუმრეთ, ამიტომ აუცილებლად ბოლომდე გიყურეთ, რათა ნახოთ, თუ რა ჩელენჯი მოგუმზადეთ ჩვენს განსაკუთრებულ და არაჩვეულებრივ სტუმრებს. მივესალმოთ, რა თქმა უნდა, ჩვენ პატივცემულ მაყურებელს და გამომწერებს მივესალმოთ. მარჯვენა? ბატონიკა, მარჯვენა ორივეს? რომელი თვალით რომელს? მარჯვენათი მარჯვენას. ხო, და მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დაუბრუნდებით უკვე ჩვენი სტუმრებით. ჩემი მხრიდან დავიწყებ. ბატონი ავთანდილი, რომელიც ჰოსპიტალიტი ბიზნესში მოღვაწეობს უკვე 10 წელზე მეტია, ხო ეგრეა? მთელი დეკადა. კი. და მოგვიყვება თუ რა საქმიანობს ამ ეტაპზე. თვითონ უკეთ მოგვიყვება მოკლედ ისე, მე და ავთო ერთმანეთს 10 წელზე მეტია ვიცნობთ და ჯობია რომ თავად განაგრძოს თავის შესახებ საუბარი. მეგობრებო, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, მაკა მადლობა. სალომე, მართლა როგორც სალომ აღნიშნა, ყველა ერთმანეთის მეგობარი ვართ ამ ინდუსტრიაში და მინდა ვთქვა, რომ მიხარია, რომ ტურიზმი გვაერთიანებს და რაღაცნაირად ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე ამ 10 წლის განმავლობაში და აი აქ რამოდენიმე დამსწრით კი არის ვისთანაც მეგობრობ და მიხარია, რომ ასეთი წამოწყება დაიწყეთ და რჩებით ვირჩები და ვიქნები თქვენი გულშემატკივარი და მჯერა რომ ძალიან საინტერესო პროექტებსაც გადაიღებთ სამომავლოდ და ანუ დღეს სადაც ვიმყოფებით, ნამდვილად ჩემთვის აღმოჩენა არის და მადლობა კასლენდს ასეთი მასპინძლობისთვის და რა ვიცი, ერთ-ერთი გულშემატკივარი აქაურობას შეემატა ჩემი სახით. ხო, რაც შეეხება ჩემს გამოცდილებას და ჩემს ისტორიას, ჩემს გზას, ხო, ტურიზმისკენ, ხო, თუ როგორ არის ჩემი ისტორია, შემემისტორებ ხოლმე. ხო, ასე ხარ ჩემი ქართული თემა. ჩემი გზა ტურიზმში, საკმაოდ ასე ვთქვა, დეკადაც ითვლის უკვე, მე და მაკა ერთად დავიწყეთ საქმიანობა, როცა გავხსენეთ 2015 წელს სასტუმრო Hotels and Preference Hualing თბილისი და ნამდვილად ჩვენთვის ეს იყო გამორჩეული პროექტი, გამორჩეული პროდუქტი, იმიტომ რომ ნულიდან დავიწყეთ ამ სასტუმროს გახსნა და საკმაოდ გამომწვევებიც ბევრი გქონდა, მაგრამ გადავლახეთ და წარმატებით გავხსენეთ, წარმატებით ძალიან ბევრ ჯგუფს უმასპინძლეთ და საკმაოდ საინტერესო პერიოდებიც გავიარეთ ამ სასტუმროში და რა თქმა უნდა ახლა მოგეხსენებათ რომ საქართველოს და ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია არის ძალიან ისეთი ნეტვორკინგით აღსავსე და ყოველთვის ასე ვთქვათ მოსულია როტაციები და შესაბამისად საკმაოდ ამ ნეტვორკინგის წყალობით ბევრი სასტუმრო გამოვიცვალეთ ბრენდული სასტუმროები როგორც Redisson-ი, Hilton-ი, Golden Tulip-ი და IHG-ის Crown Plaza ბორჯომი და შევაგროვე ეს გამოცდილება რაც კონკრეტულად გაყიდვების მარკეტინგის და revenues მიმართულებით, შემოსავლების მიმართულებით არის
კონცენტრირებული და აქედან გამომდინარე ძალიან მადლობა ამ სასტუმროებს, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი გამოცდილება მომცა და გამზარდა როგორც ერთ-ერთი ინდუსტრიის წარმომადგენელი ამ მიმართულებაში. პროფესიონალი. ხო, მოდი ასე ვთქვათ, პროფესიონალი. მადლობა აღიარებისთვის. შენ ჩემგან აღიარება არ გჭირდება. მადლობა, კი ნამდვილად. და ამჟამად საქმიანობ ცოტა განსხვავებულ მიმართულებაში, თუმცა სასტუმროს ინდუსტრიასთან ძალიან ახლოს. ეს არის hospitality tech-ის მიმართულება, რომელიც კომპანია Excel-ი, რომელიც ემსახურება სხვადასხვა სასტუმროებს საოპერაციო სისტემების დანერგვაში, როცა სასტუმროს სჭირდება უშუალოდ რომ ჯავშნები მიიღოს და სადაჯავშნო მოდულის შექმნაზე, რომელიც მე მგონია რომ სასტუმროს ინდუსტრიის მომავალი დგას ზუსტად ამ მიმართულებაზე. ჩემთვის ძალიან სიახლეა და საინტერესო მიმართულება არის. და მჯერა რომ აი ეს ასე თქვა ტექნოლოგიების განვითარება ძალიან ხელშეუწყობს ამ ინდუსტრიას და მიხარია რომ ამ კომპანიის ერთ-ერთი წევრი ვარ და ნიუკამერი ასე ვთქვა. და აქედან გამომდინარე მაინც არ მოვიწყდება გაყიდვები, იმიტომ რომ თუ ხარ გაყიდვები ერთხელ ხარ გაყიდვები ბოლომდე და შესაბამისად რამოდენიმე სასტუმროს უკეთებ კონსალტინგს, საკონსულტაციო მიმართულებას, გაყიდვების მიმართულებით და საკმაოდ საინტერესო პროექტები გვაქვს და მიხარია რომ მაინც ახლოს ვტრიალებ ისევ ამ მიმართულებაში და ვეკვეთები ასეთ საინტერესო ხალხთა როგორც თქვენ. ძალიან კარგი. ავთო, მე უფრო მაინტერესებს Excel-ის კუთხით რო წავიდეთ. უფრო ფართოდ რო ვისაუბროთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რას მოიცავს თვითონ ეს კომპანია? რა სერვისები არის ამ ეტაპზე დანერგილი საქართველოში? ძალიან მიხარია რომ ეს კომპანია უკვე 3 წელია რაც არსებობს საქართველოს მარკეტზე, საქართველოს ბაზარზე და ემსახურება როგორც წინაზე აღვნიშნე, სხვადასხვა სასტუმროებს ეხმარება რომ ჩამოაყალიბოს საოპერაციო კუთხით ოპერირება, დანერგოს სპეციალური სოფტი, რომელიც დაეხმარება სასტუმროებს ჯავშნების მიღებაში და ტექნიკურად გამართავს ამ მიმართულებას. პლუს ასევე Excel-ს აქვს ძალიან ბევრი და სხვადასხვა საინტერესო პროდუქტი, როგორც არის სადაჯავშნო მოდული, ვებსაიტის ოფიციალური საიტი, სასტუმროს ოფიციალური საიტის გამართვა და მშენებლობა და ამ პროდუქტს სთავაზობს სასტუმროებს ძალიან, ასე ვთქვათ, კომპლექსური და საინტერესო პაკეტით. ჩვენს პორტფელიოში უკვე არის დაახლოებით 300-ზე მეტი სასტუმრო საქართველოს მასშტაბით. ეს კომპანია არის საერთაშორისო და მოიცავს რამოდენიმე ქვეყანას, როგორც არის შუა აზიის ქვეყნები, ევროპა, შუა აზია ვთქვი, გალფის ქვეყნები და ტაილანდი და ესეთი, ასე ვთქვათ, საკურორტო მიმართულებები. და მიხარია რომ ტექნოლოგიები ძალიან ვიწროთ იკვეთება ამ სასტუმროს მიმართულებაში და ინდუსტრიაში, იმიტომ რომ მართლა როგორც აღვნიშნე, მომავალი დგას ტექნოლოგიებზე და საკმაოდ საინტერესო პროექტებს გეგმავს Excel-ი, როგორც არის AI-ის დანერგვა და უკვე ეგ პროცესები მიმდინარეობს სასტუმროს მიმართულებაში და საკმაოდ საინტერესო სოფტებს შევთავაზებთ სამომავლოდ ჩვენს მომხმარებლებს. ხო, ისმის, ხო ჩვენი მეგობრებო, ჩვენი მეორე ასევე შესანიშნავი და უსაყვარლესი სტუმარი არის ქეთი თევზაძე, რომელიც არის უშუალოდ ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი, რომელ კამერას უყურო აღარ ვიცი. და ქეთი თვითონ მოგვიყვება რა პოზიციას იკავებს, ასე ვთქვათ, მიმინო კავკასიაში, აი ამ ტურისტულ კომპანიაში და მოგვიყვება თავისი გზის შესახებ თუ როგორ დაუკავშირდა და რამდენი წლის წინ მოხდა ეს ყველაფერი, როცა თავის საქმიანობა დაუკავშირა ტურიზმს. მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მაკას და სალომეს რომ დაგვეყეშა პოსტკატში. ძალიან კარგ და მშვენიერ ადგილას ვიმყოფებით. რაც შეეხება ჩემს გზას, სრულიად შემთხვევით მოვხვდი ტურიზმში. 2011 წელს იტალიაში ვიმყოფებოდი გაცვლითი პროგრამით და როდესაც დავბრუნდი საქართველოში, გავიარე გიდების გადამზადების კურსი. მიზანი ხო, ალბათ ენები, უცხოენები იყო ალბათ ფაქტორი, რამაც დამაკავშირა ამ ინდუსტრიასთან. თუმცა უნდა ვთქვა, რომ მთავარი მოტივაცია რა იყო ამ სფეროში ამდენი წელი დარჩენის, ეს გითხარი?
როცა დავიწყე მოგზაურობა საქართველოში უშუალოდ სტუმრებთან ერთად და აღმოვაჩინე ჩვენი ქვეყანა და გავიზიარე ის ემოციები, რასაც ჩვენი უცხოელი სტუმრები გადმოგცემდნენ, ეს იყო ჩემთვის მთავარი საწვავი, მთავარი მამოძრავებელი ძალა, რამაც 15 წლის განმავლობაში განაპირობა ჩემი ამ ინდუსტრიაში, ასე რომ ვთქვათ, მოღვაწეობა და დარჩენა. მიუხედავად ცდუნებებისა, მიუხედავად პანდემიისა, ჩემი საქმიანობა უკავშირდება ძირითადად ტურისტულ სააგენტოს. 2012 წლიდან მუშაობ მიმინო კავკასიაში, შემოყვანი ტუროპერატორია. ჩვენი ძირითადი მიმართულება არის სეგმენტი ევროპელი მომხმარებელი და ჩემთვის ეს იყო არაჩვეულებრივი გამოცდილება, იმიტომ რომ პატივი მოხდა რომ მონაწილეობა მიმეღო კომპანიის მშენებლობაში, როცა საკუთარი ხელებით აშენებ და დებ აგურს სხვადასხვა მიმართულებით და მოგეხსენებათ ხო საკმაოდ კომპლექსური სფეროა და დარგი. სხვადასხვა პოზიციებზე მომიწია მუშაობა, მათ შორის საოპერაციო მიმართულებით, მათ შორის ფრონტის ხაზით, მუშაობ უკვე წლებია როგორც უფრო მარკეტინგის და გაყიდვების მიმართულებით, კონკრეტული ბაზრები მაბარია. ქეთი ძალიან თავმდაბალი, ამიტომ მე დავამატებ, რომ ქეთისაც ასე ვთქვათ, როგორც ბევრ ამ სფეროს ექსპერტს და პროფესიონალს გამოვლილი აქვს ყველა ის საფეხური, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ იყო წარმატებული მენეჯერი და შენი საკუთარი ხელებით და ცოდნით თუ გამოცდილებით შექმნა რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი, რაც გულისხმობს იმას, რომ აი პარტნიორი კომპანიების ნდობა და ის მომენტი, რომ ისინი მუდმივად ბრუნდებიან შენთან ახალ-ახალი ჯგუფებით და ეს ალბათ ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალა არის შენთვის, რომ აი კმაყოფილი ტურისტი და კმაყოფილი პარტნიორი, რომელიც კვლავ ბრუნდება შენთან. დიახ სალომე, ზუსტად ეს მომენტი, ეს არის მთავარი ალბათ საწვავი, როცა გრძნობ მადლიერებას შენი მომხმარებლების, შენი პარტნიორების მხრიდან, როცა გიცხადდებენ ნდობას და მე თავისუფლად ვიტყვი, რომ ყავს პარტნიორები, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ უკვე, ავიცი სააგენტოს არსებობის დღიდან და ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი და ყველაზე დიდი გრძნობა, რაც გვაძლევს ძალას, რომ წლიდან წლამდე კიდევ უფრო უკეთესი ვერსია ვიყოთ საკუთარი თავის, საკუთარი კომპანიის, საკუთარი ქვეყნის. და ხო, ჩემთვის ანუ ეს რჩება, ესე ვთქვათ, მთავარ მამოძრავებელ ძალად. ნებისმიერი ადამიანისთვის, ხო, რომელიც სფეროში არის დასაქმებული, მომხმარებლის ემოცია და თუ რა თქმა უნდა, დადებითია და საბედნიერო ჩვენ შემთხვევაში ხშირად ეს მადლიერება არის ზუსტად ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც გვიბიძგებს, რომ კიდევ არ გავჩერდეთ, დარგში ვიყოთ, განვითარდეთ, წინ წავიდეთ და ხო, კიდევ უფრო უკეთესები ვიყოთ. აქვე დავამატებ იმასაც, რომ კიდევ ერთი პატარა ჩართვა ქეთისთან, რომ ქეთი იმასთან ერთად რომ პრაქტიკოსია და ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში, ასევე სტუდენტების საგანმანათლებლო პროცესშიც არის ჩართული ამ მიმართულებით და რაც ყველაზე მეტად მიხარია, იმიტომ რომ ვთვლი, რომ ტურიზმის მენეჯმენტს ან თუნდაც ნებისმიერ საგანს, რომელსაც შეიძლება ასწავლიდნენ ტურიზმის მიმართულებით, ჩემი პირადი აზრია, არაპოპულარული შეიძლება, მაგრამ უნდა ასწავლდეს ის ადამიანი, რომელსაც ამ მიმართულებით აქვს ძალიან დიდი პრაქტიკული გამოცდილება და ქეთი ამ საქმეში ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენი ახალგაზრდების აღმზრდელობით საქმიანობაში, ასე ვთქვათ. ამიტომ მაგნატელზე მე კიდე დაგიბრუნდებით. აგრილდა ხო? თანაცივდა უკვე. არა, მიუხედავად იმისა, რომ ნოემბერია, ეხლა გადასარევი ამინდიერი, როგორ? ვიშენი ღადო არ მე თუ რა. აქ ის მინდა ტუ. ღადო იცი რა. აქ რამე ისეთ თუ იტყვის მაკა, იმას დავადებ აუცილებლად. არა, იმას ვამბობ მოკლედ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნოემბერია, ძალიან სასიამოვნო. ეხლა უკვე აგრილდა.
მაინც კაია აქ რა, მაგას ვფიქრობდი წეღან რა, რო წერდით კიდე რაღაცებს. ზამთარში როცა ცივა, მაშინაც შეიძლება საინტერესო მეც იყოს. მგონია რომ ხო, მაგეთკენ მივდივარ ეხლა რომ წარმოვიდგინე აი საპრეზიდენტო ლუქსში რო ვიყავით და იმ ჯაკუზში აი რო ცივა და ესე რო ცივა ხევს და შენ და მაკაო და მე და მე და სალომე რატო ვერ ჩავწვევით ერთი ჯაკუზში ძალიან მაინტერესებს. ხო და რა, ძიდი ახაც გამოვალთ და ესე თუხთუხა შენ იცი ჯაკუზი რა არის? ხო, მოკლედ, მოდი დავუბრუნდეთ. რას ვათამაშებთ? ჩვენ სტუმრებს თუ რას ვათამაშებთ? რა თამაშს ვათამაშებთ? არა, გათამაშება ხო გქნება? რას ვათამაშებთ? მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის მხარდამჭერი არის მაკარა. მოემზადე დუბლი რაღაცა. ხო. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის მხარდამჭერი არის კასლენდი. და-და-და-დამ. ჩანს, სწორად მიმიშვირეთ ხელები? ოკეი. რაც ნიშნავს იმას და შეგახსენებთ, რომ პირველ რიგში აუცილებლად აი აქ ამოვა subscribe. გამოიწეროთ უნდა ჩვენი YouTube არხი, მოგვიწონოთ Facebook page-ზე, გააზიაროთ, დააკომენტაროთ თამაშის პირობებს, ასევე გავაზიარებთ ჩვენს page-ზეც, YouTube-ზეც და აუცილებლად გეტყვით დეტალურად როგორ უნდა მოიქცეთ, რათა მოიგოთ ღამისთევა კასლენჩი. და სხვადასხვა სერვისების გამოყენება აი ამ სასტუმროში და მთლიან კომპლექსში. ხო, მაკა იმდენად დაღლილია ემოციებისგან, რომ აი ეს მუხტი არ იგრძნობა, მაგრამ დამიჯერეთ არინა რა და მეძინება მართლა. კაი, მეგობრებო, არინანებთ, ამიტომ იაქტიურეთ, მეგობრებს გაუზიარეთ, ნაცნობებს, მეზობლებს, რა ვიცი, არანაცნობებს, რომ მეტი შანსი გქონდეთ ამ ვაუჩერის მოგების. ძალიან ახლოს არის თბილისთან, მარტივად მოხვალთ, დაისვენებთ, დარელაქსდებით და წახვალთ დასვენებულები. გარდა ამისა, რა გვაქვს ჩვენი სტუმრებისთვის? ჩვენი სტუმრებისთვის მოფიქრებული გვაქვს, უბრალოდ სალომე მოიფიქრა თამაშები, რომელსაც შეჯიბრის სახე ექნება, ხო ეგრეა? კი. მოკლედ, ავთო და ქეთი შეეჯიბრებიან ერთმანეთს შემდეგ ეპიზოდში. დიახ. წავედი. და ეხა მივდივართ აქვეთ განან, ამიტომ არ გავაშღეროთ. აქ განან, მაგრამ არ ესმით. კაი, მოკლედ, ცოტა ტურიზმთან დაკავშირებული სახალისო თამაშები იქნება, მეგობრებო და ვნახოთ როგორ შემართებით შერკინებიან ერთმანეთს. სასტუმრო ტურისტული. შევხედო, ვიმედე და. მეგობრებო, ეხა სალომე და ჩვენი სტუმრები დაიწყებენ თამაშს, რომელიც იქნება შეჯიბრზე და იქნება მარტივი კითხვები. სადა ერთ წამი. თამაში არის დასწრებაზე. სალომე გააჟღერებს მარტივ კითხვას და რომელსაც უფრო მეტი პასუხი ექნება საბოლოო ჯამში, ის არის გამარჯვებული. ანუ მაგ ეს ვაიმე. მე ამისთვის არ ვიყავი მზად. კი, ჩავთოთ. ვაიმე, ამისთვის არ ვიყავი. გამ ბოლომდე არ აწიოთ, მეგობრებო. კაი, ვიწყებ. მეგობრებო, რამდენი ფერია საქართველოს დროშაზე? 2. ოკეი. რომელი იყო საქართველოს დედაქალაქი თბილისამდე? ეს ახალი, ეს თავარდება. სად არის ვაიმე? სად არის დაკრძალული? დავით აღმაშენებელი. აჩი არ გავქანებულა და ზამ მაგად გაიქნება? დამშვიდით მეგობრებო. ეს მაგად გაიქნება?
კაია ხო? მეტი აღარ გაგოგანოთ ხოცები. ვაი მე დედა. კიდე კარგა. ეს რა იყო? ეს მანიაკი ყოფილა თო. ვაი არ ვიცი ერთი თვალი დახუჭული მქონდა, მაგრამ ის კი ვიცი რომ მე და ქეთი თანახმოვართ რომ კიდე გავიმეორეთ მაკასთან ერთად. უბრალოდ ის მოლოდინი იყო ძალიან პირველი ხო იყო? ანუ პირველი ის ყურში ჩამესვის ათრობე კი გურის სილამაზეა რა მეგობრებო. სიმართლე უნდა თქვა რა არ ველოდებოდი მე არაჯერ არ მაგრამ ინფრასტრუქტურას კარგად არ ვიცნობდი აქამდე მხოლოდ ხიდით შემოიფარგლებოდა და კანიონით ჩემი ცნობიერება და აღფრთოვანებული ვარ მოლოდინის გადააჭორბა ხო, არშემიზე არ დავეთანხმო ქეთის და მე პირველად ვარ აქ ნამყოფი და მართლა არ მეგონა რომ ამხელა და ასეთი ძალიან საინტერესო ინფრასტრუქტურა აქვს აქაურობას და მიხარია რომ ჩვენს ქვეყანას შემატა ასეთი დონის კომპლექსი, რომელიც ასე თუ ვითარდება ყოველ ჯერზე და ძალიან საინტერესო სიახლეებს თავაზობს და კი გააცნობს ჩვენი პოდკასტი ამას და რა ვიცი რა, ასეთი ეს ერთი და მრავალი რა, მოდი ვთქვათ. კასლენდის უმაგრეს რა ქვია მას? კარტინგებს კარტინგებს ხო. კაროჩე დავტესტავთ კარტინგს. მაკა. მოკლედ ჩვენ ახლა ვიწყებთ ძალიან მაგარ რავს. მე როგორც მანქანა დამყავს ნელა, ისე ვაპირებ ამის წაყვანასაც. ავიდა. ვაა! მაგარია. და ეს არის ევროპაში ყველაზე დიდი წრე, რასაც აქვს კასლენდს და აშკარად ძალიან მაგარია. ვაა! საერთოდ ძალიან მაგარი აღქოვანდი ამ ლოკაციიდან, მგონია რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მოკლედ მეგობრებო, მოგიმზადეთ პატარა ბლიცი, რომლის ფარგლებშიც სასტუმროსთვის დამახასიათებელ ტერმინოლოგიას და აბრევიატურებს გაჟღერებს მაკა ქეთისთვის, რომ რაღაცა ცოტა ვნახოთ, რამდენად იცნობს სასტუმრო ტურისტული სააგენტო სპეციფიკას და პირიქით. ამიტომ ავთვასთვის მოვამზადეთ ისეთი ტერმინები, რომელიც ტურისტულისთვის არის დამახასიათებელი. დავიწყოთ ქეთისგან. აბა ქეთი მოემზადე. რამდენს უპასუხებს სწორად? რას ნიშნავს შენი აზრით allocation? Allocation-ი არის როცა ცვლით ხო გადაადგილება ხდება, ცვლილება ხდება. სასტუმროს ტერმინოლოგიიდან გამომდინარე. განთავსება, ცვლილება, როცა თქვათ ეს სასტუმროს კავშირი მაკა მოდი აგვიხსენი რა არის allocation-ი? ნომრების წინასწარი რაოდენობის გამოყოფა კონკრეტული კომპანიისთვის, რომელსაც აქვს მოლაპარაკება დაწყებული სასტუმროსთან. ანუ დაახლოებით გარანტირებულ ოთახებზე რო არის, ან შეიძლება იყოს soft block-ზე საუბარი. შემდეგი BEO რას ნიშნავს? Banquet event order რაც იმას ნიშნავს, რომ საბანკეტოსთან და ივენთთან დაკავშირებული დეტალების აღწერა არის, რომელიც რაც დოკუმენტის სახით შიდა სტაფისთვის განკუთვნილი. კაი, ADR რას ნიშნავს შენი აზრით? ADR მინიშნება მიეცი. უბრალოდ მეუბნებით რომ დავარდება იდეა. ADR daily rates, okay. სასტუმროებს ძალიან უყვართ ხოლმე ამ ტერმინის გამოყენება. AD, ჩვენი AD არის და რაღაც ეგეთი. ოკეი.
ეხა ბატონ ავთოსთან გადავინაცვლოთ. ხო, არ ვიცოდი. რაღაცა ახალიც გავიგე. რაღაცა ახალიც. კაი, მარტივით დავიწყებ. ეს ხო ის ფსიქოლოგიური მომენტია, მარტივით. ანუ 10 წელზე მეტი ვარ ამ სფეროში. ხო. GDT. გაგიმარტივე. GDT, ანუ კაი, GDT, მაგრამ GDT-ის სახელით მოვიხსენიებთ ხოლმე ამ ტერმინს. Database. ხო? არა? კეთი ხო არ გვეტყოდი, ბარემ? Guarantee departure. გარანტირებულ თარიღებს. ანუ ეს არის რაღაცა fixed, ანუ გარანტირებული თარიღები, რომლებიც იყიდება და ანუ უეჭველი ერთი ადამიანიც რო იყოს სტუმარი, ასე ვთქვათ, აუცილებლად მივაწვდით მაგას სერვისს. Guaranteed departures, okay. GDS. GDS. ეს წესით ხო. GDS არის პლატფორმა, სადაც კოდს ჩაწერ და ხელმისაწვდომობა გაქვს სასტუმროს ბლოკებზე და ფრენებზე ალბათ არა, ხო, ბლოკებზე უფრო. ხო, global distribution system. ანუ შეიძლება იყოს ფრენებიც, შეიძლება იყოს სასტუმროც და სხვადასხვა. ოჩახ ბატონო ავთანდილ, მაგრამ ნუ ეს ვაღიაროთ, რომ ცოტა სასტუმროს სასტუმროებმაც ვიცით კი GDS-ის და ვიტყვი შეაძლევთ მაგას. კაი, ეხლა ცოტა გავართულოთ. GIT. ასოციაცია ხო არა რამე? GIT. GIT, რამე მინიშნება რომ მოგწევთ? კეთი მინიშნებას ხო არ მისცემ? G ანუ group, ხო? Group, arrival. I. Group information. GTI, თამაში ხო არა? Okay. ხო. Inclusive. ხო. Group inclusive tours. ვა. კითხვები ამოიწურა. ჩვენმა ოპერატორმა კი არა და პროდიუსერმა ჩამოვაქვეითე ეგრევე. ბატონო ნიკოლოზ, რა არ მოგეწონათ? აუ, ნიკოს არ მოწონვართ. Okay, ჩვენ ესეთი ტრადიცია გვაქვს, რომ ყველა გადაცემაში ჩვენ ან ჩვენი სტუმრები ყვებიან რაღაცა სასაცილო ისტორიებს, რომელიც ჩვენს მაყურებელს ახალისებს. ისტორია. ხო, ტრადიციულად ვიხსენებთ კურიოზს. კურიოზი არა, უბრალოდ ალბათ რაღაცა თავგანწირვა იყო. უბრალოდ მახსოვს, რომ ძალიან რედისონში ვიყავი მაშინ და საინტერესო ღონისძიება უნდა დაგვიდასტურებინა და თურმე ღონისძიება იყო 400 ადამიანზე და ჩვენი ბოლრუმი იტევდა 300 ადამიანს და დავადასტურეთ. დავადასტურეთ და შემდგომ როგორ დასრულდა ეს ისტორია? ხო, ეს დასრულდა და ეს ისტორია საკმაოდ ტკივილად გრძელდებოდა, მაგრამ წარმატებით დასრულდა, იმიტომ რომ სრულად გუნდი ჩაერთო, რაღაცა კი, საკმაოდ დამეხმარა ჩემმა კოლეგებმა, მაგრამ კურიოზი ის იყო, რომ ანუ ყველაფერზე ვიყავით წამსვლელები, რომ ბიზნესი დაგვიდასტურებინა, მაგრამ მართლა გუნდმა დამეხმარა საკმაოდ აქტიურად, საივენთის მიმართულებას გულისხმობდა. ბევრ რაღაც საინტერესო გააკეთეს, სათავნი ჯიხურები გარეთ გაიტანეს ლობიში, სეტაპი თეატრალურად ბანკეტით გააკეთეს კიდევ, საკმაოდ ისე, მაგრამ ღონისძიება ჩვენ ჩავატარეთ. ხო, ამ ისტორიის მთავარი იდეა ალბათ არის ის, რომ თუ არის სურვილი და მონდომება, შესაძლებელია, რომ 300 ადგილიან სივრცეში დავატიოთ 400 კაცი. მოკლედ დასრულდა ჩვენი დღევანდელი დღე. დიდებული დღე. კი და ხანგრძლივი და ცოტა დაღლილები ვართ. მაგრამ ეს არის სასიამოვნო დაღლა, ძვირფასო მეგობრებო. ხო, ანუ ლოგიკური დასასრული დადგა ჩვენი ამ შესანიშნავი დღის, ჩვენ სტუმრებთან ერთად დაგიბრუნდით. ბოლოს ცოტა ისე ვიყავით მაკა და ავთომი და კეთი დავწყვილდით, ტურისტულები და რაღაცა სასტუმროები. ესე გამოვიდა მაინც, არ გვინდოდა, არ გვქონია დაგეგმილი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო დრო გავატარეთ, გავერთეთ, ვიხალისეთ, ცოტა აი პროფესიულ ნაწილზეც ვისაუბრეთ, ნუ რთულია ამოწურა ეს სასიამოვნო ნაწილი იყო ძალიან ბევრი. მაგრამ უფრო მეტი საინტერესო ეპიზოდებით დაგიბრუნდებით და ჩვენი სტუმრებიც ალბათ ერთ-ორ სიტყვას გვეტყვიან.
არაჩვეულებრივი დღე გამოვიდა საერთო ჯამში, არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად. ძალიან ვისიამოვნა, საუკეთესო გასვლა იყო ჩემთვის. სტრესორი კვირის შემდეგ და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო კასლენს მასპინძლობისთვის და მე პირადად ჩვენი ჯგუფებით აუცილებლად დავბრუნდები და თქვენც გირჩევთ, რომ აუცილებლად ესტუმროთ და ისიამოვნოთ იმ ყველა სერვისით, რასაც ეს საოცარი ადგილი გვთავაზობს. ავტორას დაამატებ. არ შემიძლია კეთის არ დავეთანხმო, მართლა არაჩვეულებრივი დღე იყო. ყველაზე უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მას, ასე ვთქვათ, ორგანიზატორებს, მაკა, სალომე, რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა ამ შესანიშნავი იდეისთვის, წამოწყებისთვის და პოდკასტისთვის და კიდევ უფრო მეც ველოდებით და ამ გადაცემასაც ველოდებით მოუთმენლად. რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა კასლენს, ჩემთვის ეს არის აღმოჩენა. და უკვე ერთგული, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ერთგული სტუმარი, მომავალი სტუმარი უკვე აქაურობას ეყოლება ჩემი სახით და მადლობა კეთის არაჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ტანდემისთვის, მოდი ვთქვათ, ბლიც ჩელენჯისთვის. ბლიც ჩელენჯისთვის, ხო, მადლობა აწყვეტას და მადლობა ჩვენ პროდიუსერს. ბატონო ნიკოლოზ, გმადლობთ. მე კიდე დავამატებ მადლობა თეონას და სოფო უდიდესი მადლობა. აქედანაც ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ყველას, თქვენ თანამშრომლებს. ხო, მომავალ შეხვედრამდე და რა უნდა გვითხრან ჩვენმა სტუმრებმა? აუცილებლად გამოიწერეთ არხი. გელოდებით. გამოგვიწერეთ მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ, იაქტიურეთ და ძალიან ბევრ საინტერესო ეპიზოდს გკვირდებით მომავალში და საინტერესო გათამაშებებიც გვექნება. მარტივი კითხვები, შეჯიბრი კიდე? დასწრებაზე არის. თამაში არის დასწრებაზე. სალომე გააჟღერებს კითხვებს. სალომე გააჟღერებს მარტივ კითხვას და ვინც პირველი უპასუხებს სტუმრებიდან, ის იქნება გამარჯვებული. საბოლოო ჯამში უნდა ანუ რომელსაც უფრო მეტი პასუხი ექნება, ის არის გამარჯვებული. რომელსაც უფრო მეტი პასუხი ექნება საბოლოო ჯამში, ის არის გამარჯვებული. ანუ Ha ha ha.